კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს, მოკლედ პირდაპირ დავიწყებ. ენა საღვთო რამ არის საზოგადო საკუთრება, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. მისი შინაარსი კი კარგად გაიაზრა ყველა ქართველმა მაშინ, როდესაც ერთ საუნჯეს ენას შეექმნა საფრთხე. დღეს 14 აპრილია და საქართველოს დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წელს ამ დღეს თბილისში რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინააღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის სურვილს და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს. 1978 წლის კონსტიტუციის პროექტში მუხლი ქართული სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ ამოიღეს, გაჩნდა ახალი 75 მუხლი, რომლის თანახმადაც რუსულ ენასა და სხვა ენებს, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობდა, თანაბარი უფლებები მიენიჭა. 14 აპრილის პროტესტს წინ უძღოდა პოლემიკა და განხილვები გაჩენილ ცვლილებებზე. აკაკი ბაქრაძე თავის მოგონებებში იხსენებს, რომ იმავე დღეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომათა დარბაზში დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა. მათ შორის რაიკომის მდივნები, მინისტრები, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები, უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები იყვნენ. გამოსავალი მხოლოდ ძველი კონსტიტუციიდან ახალში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლის უცვლელად გადმოტანა იყო. 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 10,000-ობით ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებით შეუერთდნენ. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია სახელმწიფო ენის შენარჩუნებაში დიდი წვლილი სწორედ სტუდენტებს მიუძღვით. ისინი მიუძღოდნენ ხალხმრავალ დემონსტრაციას ქართული ენის დასაცავად. აი ესე, რა თქმა უნდა, მიულოცოთ სრულიად საქართველოს დედაენის დღე. მნიშვნელოვანი დღე ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.